Иванец, я много отдался. ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც ემსახურება დღეს სინაგოგის ექსპლუატაციაში ჯემალ აჯიაშვილის სახელით ექსპლუატაციაში შესვლას.
მე მინდა ტაში ამასაც ტაში დიდი მადლობა და გადავხოთ ვაქარანის კონექტურაზე ლაპარაკი ბატონ ნიკინა ივანოვის სამეთო დღეს საქართველოში ყველა სინაგოგა ყველა დიდი ნაწილი სინაგოგების თვითონ ნაწილი უკვე დაარემონტეს ჩვენმა ებრაელებმა დავით იაკობაშვილმა ძმებმა ელაშვილებმა მაგრამ დანარჩენი ყველა სინაგოგა რემონტება პირადად ნიკინა ივანიშვილის ინიციატივით და მისი პირადი თანხებით ეს მისი ინიციატივა იყო ჯერგილი არ იყო დაგეგმილი წლევანდელი წლის იუბილეს საიუბილეო წელს გამოცხადება, მაგრამ მან ეს თავის თავზე აიღო და მართლა ბატონო ჯანმრთელს ვთქვი, ყველა სინაგოგასა და ყველა რაიონთან მაგ შეეხება და ყველგან კეთდება ყველაფერი გულიანად. მინდა მადლობა გადავუხადო მას, მადლობა გადავუხადო შენებლებს, ვინც აქ მუშაობდნენ, ვინც ამაში წვლილი გაიღო, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ადგილობრივ გამგეობას, რამეთო ვიცი რომ სიმართლე ითქვათ, ყოველთვის მეკითხებოდი, სიმო რამე ხო არ ჩნდება და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ გვერდზე მიდგანა და მე უბრალოდ ხო, არა. ორი ამბობს დიახ, მაგრამ არ აკეთებს, მაგრამ ეს ხალხი აკეთებდა, მაგრამ მე მაინც მინდა ცოტა წინ გავიცე და თქვა, რომ კარგია და ადვილია გაკეთება, მაგრამ უბრალოდ თული არის და უბრალოდ საფასუზიებოა შენარჩუნება და იმედი მაქვს, რომ გამგეობა და ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ გვერდში დაგვიდგება და ამაში დაგვეხმარება. ჩვენ ვეცდებით, რომ ნაკლებად შეგავწყვეტ, ვეცდებით ნაწილი ჩვენი სახსრებით და ჩვენი ძალები და სხვადასხვა მე თვითონ დავხმოდი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა თანხა არ ჭირდება, თავარი მოგება არის და თავარი ენთუზიაზმია, კაცმა უნდა დაიზარდო და დარწმუნებული ვარ, რომ გვერდში დაგვიდგება და ყოველთვის ის ამ ქალაქის ის ტრადიცია რო ქონდა, რომ აქ ებრაელები ცხოვრობდნენ მე და ჩვენს ნახი გაქვს დოკუმენტური ფილმი ბატონ ჯემალზე როა გადაღებული და როგორი სიტყვი და როგორი იმით მოიხსენიებს სენაკს და იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეიძლება აქ ცხოვრობდა დიდი დიასპორა ებრაელი დიდი თემი იყო ებრაელების და ძალიან ბევრი არიან გასული მსოფლიოში და ყველგან მაინც ყოველთვის სენაკი ახსოვდა სენაკი აგუნდებათ მე მადლობას მოგახსენებ საერთოდ ყველას დავიხმარებ გავიყურე სიმონი მეტი ციტენციქშია შესატანი სენაკში ალბათ ამერიკაცაც გავუწევთ იმიტომ რომ ჩვენი შრომა და ჩვენი წარმომადგენლები არის სერტიფიკაცია და ჩვენი შეძლების დაგვარად კიდე გეუბნებით ვისაციურად ცოტა ძნელია ყველაფერზე სირბილი და ყველაფერი გაკეთება მაგრამ იმედი გვაქვს რომ ჩვენ ამაში ხარც აგვიყვართ ამიტომ ეს დღეს ჩვენი აქ შემოგზანება არის სიმბოლური ძირითადად ნაწილში მაინც სიმბოლური არის შეგნებულად ერა მოვინდომეთ რომ 10 ებრაელი მაინც უნდა ყოფილიყო და დღეს ბატონი შალვას თავისუფლად ჩატარდება ჩვენი რელიგიური ლოცვა რაშიც ალბათ სინაგოგას უფრო აი ნებისმიერი ნივთით ნებისმიერი შენობა დანიშნულები უნდა გამოიყენებოდეს და სინაგოგას ჩავწერთ ახალ სულს მე იმედი მაქვს რომ სენაკელები ადგილობრივები და ვინც წასულები არიან აღარ ამაქვს განსხვავება რომელი ებრაელი და რომელი ქართველი ყოველთვის ამას მადლიერებით მოიწვიან აღიქვამს და რა ვიცი სიმონ და კიდევ მადლობა ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილს რომელმაც დროულად ამოწურა ინფორმაცია მიაწოდა ბატონ რომლებიც არასდროს არ მახსოვს, რომ მანქანა დამჭირებია, ამრამი დამჭირებია, ის სექტორის ბაზრის უდაშევები იყო განხილვის კი ის გიდა და მინდა ადგილობრივ სენაკის ცხოვრების განხილვასა დიდი მადლობა გადავუხადო ყურადღებისათვის შეყვარებისათვის დაფასებისათვის და რომ გვერდში გვიგარო მადლობა ყველას დიდი მადლობა და რაღაც დამჭირდა და ინტერესის გააკეთა მე ეს დავამატებ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გოჩები, სატელეფონო საუბარი გვაქვს ხოლმე, ეს დავამატებ, რომ დღეს აქ ფაქტიურად ქართულ-ებრაული 27-მდე იუბილეის მეგობრობის აღნიშნული სამთავრობო კომისიის რამდენიმე წევრი აქ არის. ეს არის მერაბ ჩანჩანაშვილი, ეს არის ჯემალ სეფიაშვილი, ეს არის დათო ბარულაშვილი, ეს არის ზაირა დავარაშვილი, ეს არის მანანა ბერეგაშვილი მინისტრის მოადგილე კულტურის მეცამ კომისიის წევრი ვარ თანათავმჯდომარე და ისე რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ სამთავრობო კომისია ჩამოვიდა და 500 უწევს ამ დღეს ადგილობრივი აი ამ სენაკის ხელმძღვანელობის გადადგმულ ნაბიჯს და მოდი კაში დაუდგათ
თუაშულს სივნე აქვს არ მიაგარებდა. და იოსებ მიხელაშვილი აკადგას სოსო და ჩვენ ესე იგი ახლა ვამბობთ რომ სამი თორი ებრეები შემოსულს და სწორედ აერმა გამოიწვია დავა სამი თორი. ეხლა სოსო ბატონო ხომ თორიოდე სიტყვით მიხელაშვილები ყველგან ახართ ყველგან არიან მიხელაშვილები ისრაელში, ამერიკაში, მოსკოვში, უკრაინაში, საქართველოში, პულაში, სენაკში და თქვენ ეხლა ახალგაზრდები გახართ, მაგრამ გია ჭუბაბრიას ახსოვს ფილმი მიხაილო ბოროთე. ახსოვს ეს იყო 59 საუკუნის წელი. მაშინაც კი მიხეილები იყვნენ მაგრები. მიხაილო ბოროთე. ნამდვილად დიდად დაგნერად რომ ეს კიდევ ერთხელ ვნახე ეს სიტყვა 75 წელია სულ ამ სიტყვას უყურებს ერთმანეთის მეგობრობას. თუ 26 საუკუნე ებრაელები აქ არიან და ქართველებმა როგორც გვიძლი ძმები შეიხსისხოთენ და ღემდე ღმერთმა აი ეს სიკეთე ბედნიერება ამ ორ ერში არ მოშორეს. თვითონული ადამიანის სინდისი ერის ჯანმრთელობა. აი ამიტომ მინდა ითქვა რომ ყველა სინდისი და სიკეთით ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ ღემდე და გვითხოვდი რომ კიდე გაფრთხილებოდნენ. არც ერთ ერში არ ყოფილა ამოდენა სიტყვა. აი ასეთი გამკითხაობა აქედან ქართველი რო ჩადის იქით აფასებენ. იქიდან რო ჩამოდის აქ ქართველები აფასებენ და ეს სიტყვა ღმერთმა არ მოშორეს. დიდი მადლობა თქვენს. მე მეგობრებო ის სადაც ჯემალ სეფიაშვილი ეს ლეგენდარული პიროვნება და რო არ ამოვიყვანოთ ორი სიტყვა არ ვთქმევინოთ ეს იქნება რა თქმა უნდა არა ამოდი და მე ჯემალის ამპლუაში გავეთქვათ მოგესალმები ყველას მე სიტყვით მიტინგზე გამოვდივარ კარგად და კონცერტი ეხლა არის არაჩვეულებრივი თავმჯდომარეობა ახლა არის დიდი ზეიმი და მე მინდა რომ ზეიმები გვიმრავლოს ერთმა ასუხარია ბევრი ზეიმი დღეს არის განსაკუთრებული დღესასწაული მე თქვენ გულწავთ და იზღვა დაგჭირია რომ ბევრი ბიჭი გააკეთო რომ მინიანი მოგროვდეს აქ ბევრი და შენ კიდე 10 უნდა გააჩინო გილოცავთ ლევანდელ დღეს და მრავალს დაესწრებით ქალაქის გამგებელი რო არ ამოვიდეს იქა ესე იგი ეგრეთ წერია რომ იქა იქაც იქა აბა ამოდი ახალი ბრძანება არ დაწესე ბრძანებისათვის, აფასებისათვის, ეს რა მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქალაქისთვის. ის მივაგებთ კამერების სოლას. არაფერი, ასე შემიძლია. მაქსიმალურად შევეცადეთ და გულგაუგებთ. ჩვენ უნდა შევაფასოთ. ხუთიანი და ამოგვისმენთ. სიმბოლოს აღმოაჩენთ ჩვენ იმას ერთ წარმოადგენს როგორც ბატონო ნიშნა გამაროლებაზე და იმაში შეუწყობთ ეს ყველანაირად გოჩა გამრავლება შეიძლება არა შეუწყობთ პირობებს დიდი სამართალი ჩემი პასო მეგობრებო თქვენ ციტრო საქართველოს ებრაელთა კონგრესს ყავს წარმომადგენლობა საქართველოში და მისი ხელმძღვანელი არის დათო ბალუაშვილი. მივესალმოთ. ნამდვილად არც ვაპირებდი ამოძრას, მაგრამ ვიტყვი დიდი შემოვნებით ამოვედი რითონ რომ აქ ორი პიროვნება, ორი ჩემი უფროსი მეგობრი, ორი ჩემი უსაყვარლესი ბატონი ჯორი შარწავას და ჯემალადიევის სონა მინდა აქედან და ნუ ეხლა მე თქვენ ვერ გეტყვით სენაკს, მაგრამ მე იმას გეტყვით რომ როგორ უყვარს სენაკი
მართო ამ ორი პიროვნების გამლელად ხოსი მეგობრებო. დიდი მადლობა ყველაფერს. Kuthat ჩვენ მადლობა ერთმანეთს სავადაობთ. ჩვენ ყველა სენაკელი ვართ, ქუთაისელი ვართ, ინგლისელი ვართ, ჩვენ ქართველები ვართ და ამით ვამაყობ. ისრაელში ხუმრობენ, აქ ებრაელებს ედახოთ და ქართველებს გოდახია. ნამდვილად ეს. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ სიცოცხლე. უდიდესი სიყვარული და უდიდესი აღიარების ცნობა. გაგვეცნოთ ფერგვერდი თავად ხოლმე. სენაკის აცხოვრებელს აკდაბადებულს ჯემალის კლასში მოწაფეს მოსწავლეს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთ წარმომადგენელს პროკურორს სპორტსმენს საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ჭიდაობაში მე იმიტომ ვამბობ ამას ჩემ ზურაბ ჯორჯიგიას რომ არ მიცე სიტყვა მოხედავთ როგორ სუბორდინაციას ამართა. რესპუბლიკის პროკურორის ძმა იყო, ეხლა რესპუბლიკის პროკურორის პირველი მოადგილე ყოფილი ახლა. გევადელ დღეს აგუდა იმისთვის გენიალური კარგი ლამაზი სიმღერა გაიშვა. და ამას შემოგვიყვება ამას ინახავს ჯიურის უნივერსიტეტი ყავი და კარგი გონიზება ჩატარდა ეს კორმაგან ჩატარდება ეს გონიზება და ის რაც ჯემალის და ჯიურის ეპოქის სენაკელების ამ ყველა ის რომელიც თუმარის ეპოქება ჯერ სენაკში და მამას გონიზებას ეს აბდულlah აშუჯეს გონიზებას მომავალი ქალაქის ზარბაზანია დავაცხოს მეტყველება ჩვენს მოგონებები ვარ ეს მოიკითხეთ და სხვა განსხვავებებია სინაგოგები მაგრამ ეს არის ძალიან გამოსახულო მე კარგად ვფიქრობ ის სადაც ინოცენტია და არტის ფიქრობა არა ერთმა დაგუჩნდა კარგად იტყავით და ისე შენ ხარ პროფესიონალი თამადადა ყველგან მოგეცემება ყველას ბატონ ჯემალიზე ბატონ ჟიულიზე მithumetes რომ ჟიულის ოჯახის წევრი აქ არის დაში მივესალმო იმ გონიზებას რასაც ჟიულის იუბილეა ის ვაპარაკებოდა და სწავლობდა დაფიქრება გამიგიში მაგრამ დღეს მე ვაკეთებ ნახავ რამდენად ეს გაიგეთ ჩვენს ბავშვებს ანცობის შესახებ რასაც ჟიულის და ჯემალის და დაიჭირა არასდროს არის ლევან არა ეს ამოსულო აგამოვიდე ხელოვნების, სპორტის, სულიერების, იურისპრუდენციის, მაგრამ მედიცინის ხალხი არ გვინახავთ. გამოვა მოგილოცავთ ყველას დევადებს იაბაკო ეს კერა ეს რამდენიმე ისი ქუთაისიდან პროგრამის თბილისში და შევიარეთ სურავში მაინტერესებდა სინაგოგა სინაგოგა ადამიანების გააღებდა გარემო რომ შევიდეთ იქ სარიელი მე მაშინ მოი მომგდა და მე დღეს მიხარია რომ აი მისი აღდგენისა სინაგოგის და დაძაბულებას ყველაზე აი მე მოხარული რომ მოგარე პატრონი არის ერთი ფინალური და ინიციატორი ამ აღდგენას დიახ, მოგესალმებით. მე შენ ჩემი უმცროსი
ახალ შვილი ვიტაყარა მითოს სახელი მომბაჭავ მე ვესალმები ყველა რადიოს მსმენელს მთელი ისრაელის და მე ვიცი რომ მას უსმენს არა მარტო ისრაელის ქვეყანა არამედ მთელი მსოფლიო აქ ვარ ჩვენ სენატში თავშეყრილი ქართველი და ებრაელი ხალხი ჯემალ აჯიაშვილის მეგობრები ნაცნობი ოჯახის წევრები საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლები და დღეს ოფიციალურად გაიხსნა ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სინაგოგა, რომელიც მოქმედებდა, მაგრამ დღეს მას გაერქვა ჯემალ აჯიაშვილის სახელი. აი ახლა ვდგავარ სცენაზე, სცენარი ეს არის ხება, ქართულად სცენა და ჩვენს საქმიანობის ხებაზე და გამოვდივარ სწორედ იმ თბილი ცნობებით, რომელიც ჯემალ აჯიაშვილის ერქვის. აქ არიან თითქმის ყველა გამოსვლთა შორის იყვნენ მერაბ ჩანჩალაშვილი, დათო ბალუაშვილი, აქ ზურაბ ჯორჯიკია, გამგებელი გოჩა გებულაძე, აქ გივი ციტუაშვილი, სურველები ბევრია, აქ სხვათა შორის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ იმ ქალაქში, სადაც არის სკოლა, სადაც ერთ მერზე იჯდნენ ორი გმირი იჯდა. ეს არის ჯემალ აჯიაშვილი და ეს არის ჟიული შართავა. ორივე მარჩი დაბადებული. მარჩი კი მარჩი არის სიმღერა, რომ ცვლადია ისე როგორც მარტის დღეს ქალებზე ლაპარაკობენ, მაგრამ მე ვიტყვი რომ მარტის დღეში დაბადებული ეს ორი ვაჟკაცი ცვლადი არასდროს არ ყოფილა თავის ცნობებთან და თავის შეხედულებებთან. ორივე სხვადასხვა ფრონტზე იყვნენ გმირები, ლეგენდები და დღესაც ასე დარჩნენ. ისე რომ დღეს ჯემალ აჯიაშვილის დღეა, ყველას მოგესალმებიან. აქ არის კიდევ ჩვენი შალვა თეთრუაშვილი, რა თქმა უნდა, სოსო მიხელაშვილთან ერთად და თვითონ სინაგოგის ხელმძღვანელი ასევე სიმონ თითუაშვილი და საერთოდ ვინაც ჩამოთვალა, რომ აქ არის კალბატონი ნათელა პადანგაძიშვილი, აქ არის ჯემალის მეგობარი გივი შაჰრაზადე, ვინმე გამომწება, ვინ არ არის, აქ არის ჯემალ სეფიაშვილი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი აგეთ კალბატონი მაყოლა გონაშვილი, ზაირა დამარაშვილი, ნათო ანტონიანი, კალბატონი ჟუჟუნა, რომლის შვილი გახლავთ ლაშეგვანია, რომელიც იყო ელჩი, მითხარით დიახ, მე შეიძლება ვინმე გამომრჩეს. საერთოდ, როცა გვარს დავასახერებ, აქ არის რეზო განგულაშვილი. ნუ ჩარტავას ოჯახი, რა თქმა უნდა, კალბატონი ციცანა, რომელიც ჩვენთან ერთად ზავრობდა და აი ამ დღევანდელ დიახ, ლევან მიხელაშვილი, მოკლედ ძალიან ბევრი. მე ამათ ჩამოთვლას უნდა ვიცხე, მე მგონი ისრაელის ხმა გადავაუწე ამერიკის ხმაში და დროში ვერ ჩავედი. ამიტომ აქ არის ასევე გია ჭუბაბრია, მოკლედ წერლები, პოეტები, ესეისტები, ყველა აქ არის, თითქმის ყველა, მაგრამ მაინც არის სადღაც უნდაყოლობა იმისა, რომ აქ ჩვენ რა თქმა უნდა გვეხილა ჯემალ აჯიაშვილის თლიანი ოჯახი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო, ამაყოლობის გამო ვერ ჩამოვიდა ძმა და ვერ ჩამოვიდნენ ოჯახის სხვა წევრები. თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ არაფერი დავაყენოთ დღევანდელ დღეს. ყველანაირად. ხო, შვილზე მე ვთქვი, აქ არის ჩვენი დიმა და მე მინდა გითხრათ, რომ თელს ისრაელს გილოცავთ ხალხო. იმიტომ რომ წელს იცით, რომ 21-23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ტარდება ქართულ-ებრაული მეგობრობის 27 საუკუნოვანი იუბილე. ამისთვის ემზადება მთელი საქართველო, ისრაელი და მე მგონი მრავალი ქვეყანა. და ამისთვის მზადება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მთელი წელიწადი ამ ქართულ-ებრაული მეგობრობის წელია და მთელი წელიწადი ჯემალ აჯიაშვილის სახელობისაა. რახან ჯემალ აჯიაშვილის სახელობისაა, ესე იგი ჟიული შართავის სახელობისაც ყოფილა. ისე რომ აი ესე ვაერტიანე რეალას ყველაფერს არ ვიცი რამდენი წამი დამჭამე კიდევ სასწავლებლო თუ არა აგერ თუ გვაქვს დრო მე შეიძლება აქ ვასაუბრო თქვენთან რადიოში გვაქვს მე რამდენი დამჭა დრო შეგვიძლია მოიწვიო მაშინ მე მოვიწევ გამგებელს გოჩა გებულაძეს გაუში გაიგოს ისრაელმა ქართული ხმა და იმ ქალაქის გამგებლის ხმა რომელმაც მართლაც ყველაფერი გააკეთა და რომელიც ყველაფერი გააკეთეს, რომ აი ეს სულისკვეთება, რაც ჟიური და ჯემალი დათესა ამ ქალაქში, ეს სულისკვეთება უფრო მზაფრად იყოს აღმოჩენილი ყოველთვის.
ინიციატივა სამოვიდა ბაგული ბაგული გივი თუაშინგა საავადმყოფო დაიწყო იდეა ბაგული თავის პროფესიონალურ ჩამოარ კამერას თავის ეკიპებთან ამასთან სამყაროს განმავლობაში და ბოლოს რეკლამებისიო დამჭერაცხე სადარი ჯერმალ სერბიაში მოდი გენესტორი ბოლოში არის ხელოვნება სპორტმა ილაპარაკა და ბოლოს უნდა იყოს ამინდი ძალიან კარგია 25 გრადუსი მადლობა გამარჯობა ძალიან დიდი სიხარულია ძალიან დიდი აღმოფრენა ჩვენ ყველა გავდივართ და თავის თავკაცებს ჩვენ გახარებულები მან ძალიან მივნიშნეს რომ ევადებზე ოპტიმიზმო ასე ამასეთ ნაფუქი ამინდი ძალიან ზეად ყველას გავხოცებთ ბედნიერად იყო და ბოლოს ვამბობ ახმედ საცაკილოვსენ მაგრამ მეკითხით რომ თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება სოფლის კანტონებრივ სამთავროების ასოციაციას პრეზიდენტის ევა ბაბალოშვილის და მემორი ყველაზე საუბრეთ თითქმის ყველაზე საკანია დანარჩენებს ისე ჩვენ ვერ შევძელით რომ ხო დანარჩენებს მე დამატებით ინფორმაციაში მოვიწყდები და გავუშვით ცენტრალურ ახლა ლოცვა ეს იქნება სწორედ ის ლოცვა რომელიც არის ძირითადი რიტუალი აი ამ სინაგოგაზე ჩასვლა მადლობა ყველას მოგესალმებით ეს არის სიწმინდის აღიარება სიწმინდე პეტრე ჯერმანი სიწმინდე და ამ სიწმინდეს ამერკებს ის რომ აი ამ წმინდანებში აწმეულების შემდეგ რაც აკეთებს ებრაელები დასწრებს სენაკიდან წავიდა თავის სოფლიო ისრაელში და სხვადასხვა ქვეყნებში სოფლიოში ეს ისე აძლიერდება ებრაული ლოცვა და ის წმენის ზარები დაირეკება რომელმაც ებრაელობა მოგიყვანა ძელადელ დღემდე დიდი ჰაინესერდა როგორც ბერძენია დიადი თავისი ხელოვნებით ასევე ებრაელი თავის ყოლაწმინდა ღმერთის იდეით და სწორედ ამ ყოლაწმინდა ღმერთის იდეამ მოგიყვანა დღეს აქ და დღეს მადლი და დიდი მადლობა ბატონ ფიძინა ივანიშვილს მასთან დაკავშირებით რომ მან ითავა თავისი მატერიალური საშუალებებით აღადგინოს საქართველოში არსებული ყველა ებრაული თემის ლოცვები გაარემონტა გამოგვიდგა ხარში და ის დიდი წმენის კერა რომელიც ერაზეც გაიზარდა მრავალი ათეულით წარმატებული ებრაელი ვაჟკაცები ისევ იმ ფორმაშია იმ სახეშია რომელიც სახითაც ის აღმოჩნდება ამასთან დაკავშირებით გილოცავთ დღევანდელ დღეს სოვლად არ დავიწყება ორივე ადამიანს ნიტი მომწიფება და სახელი არასოდეს არ დაიშლება მაგრამ ეს ქვეყანა და ეს ლამაზი საქართველო იარსებებს და მინდა კიდევ წარმატებიდან წარმატებამდე გამძლიანებულ საქართველოში გესურვებს ევროპასა და კანადასა